Ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადახურვის გარეშე დარჩენილი სახლები ოზურგეთში დაბა ლაითაურში მრავალბინიანი სახლების სახურავების რემონტისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიყო. Თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ის შენობებია გადახურული, რომელთა დახურვაც არჩევნებამდე მოხერხდა. დაბის რწმუნებული კი ამბობს, რომ სამი ბინის გადახურვა უკვე დასრულდა, მეოთხე ბინის გადასახურად კი სამშენებლო მასალები შეძენილია და სამუშაოები მალე დაიწყება. არანაირი დახურვა, არანაირი წყალი, არანაირი განათება, არაფერი აბსოლუტურად. ეს ყველაფერი ჩვენ დაგვპირდნენ სულ 5 წლის უკან. გზებიც უნდა გაკეთებულიყო, მოსაცდელი ეხლა გააკეთეს 2 თვის უკან. არც ერთი გადასახური არაფერი. გეგმაში ქონდა ის ბინა აღებული უნდა გადაეხურათ, მაგრამ არანაირი დახურვა. ვისაც აწყობდა იმათი ბინები დაიხურა თავისთავად. ჩვენ კი დავრჩით ასე ღია ცისქვე. გამგეობა გვპირდებოდა რომ გამოიყოფა იგი სახსრები რაღაცა და გავაკეთებთო. მაგრამ ჯერ არაფერი არ გაკეთდა და ამის მერე რა ვიცი გაკეთდა თუ არა. სახურავები როგორც რო გაწვიმდება, შიგნით წვიმს ისე გარეთ. ნიშნულობა არ აქვს, რაც თუ გვაქვს, ყველაფერი აგვაქვს, ესე იგი ჩარდაქში და ვაწყობთ. რომ წვეთი არ ჩაგმოვიგივით ესე.